თავისთავად ის, რომ EUTHOS ფარგლებშიც კი იქ, სადაც წარმოდგენილი არიან ქვეყნები, მათ შორის ისეთი ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული გამოწვევა აქვთ დემოკრატიის კუთხით, ესეთი მწვავე დებატები გაიმართა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველო ფაქტიურად ხდება ის ქვეყანა, რომლის დემოკრატიული, ასე ვთქვათ, თუ დემოკრატიული ღირებულებების თვალსაზრისით დღეს ჩვენი პარტნიორებისთვის არის უმძიმესი ვითარება შექმნილი ქვეყანაში. მე ველოდები, რომ ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება და დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს და არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ მომავალში ამ მოხსენების საფუძველზე უკვე აღარ მოხდეს საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევა შესაბამის ფორმატებში. ჩვენ ვნახეთ, რომ განწყობა იხრება სწორედ აქეთკენ, რომ არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში.